გარიდან გადაიგეთ, შიგნით რო შევა. მაგისტრი მოდიოდა დამშვენებლებიც მაგითი მოდიოდა ბორჯომის წყლისა ბუნებრივი წყალია ბევრი აქა დაავადებული მაგის გულით მიდიოდნენ სვანდნენ ხოლმე წყალსა მაგრამ დაკეტეს ეხლა და რომ მიხვიდე წამლადგინებს კუჭი რო იტყვის არაფერს არ გვაძლევენ რა დროიდან არის დაკეტილი ეს ბურღილი შარშან დაკეტეს შემოდგომიდან და რა თქვეს მიზეზი არაფერი არ უთქვეთ ღამე მოვიდნენ და დაკეტეს მილიციის ძალით მიზეზი არაფერი არ უთქვეთ მიზეზი მოსახლეობამ არაფერი გამოთქვა ღამე იმასთან რა უნდა ეთქვა ღამე მოვიდნენ და დაკეტეს და რომ არ იცოდა მოსახლეობამ არაფერი არ იცოდა ღამით მოვიდნენ დაბინდებული იყო და დაკეტეს მაშინ მოსახლეობამ არაფერი არ იცოდა და რომ მიხვიდეთ აი თხოვოთ დაცვას წყალი აგორ არა ბრძანება გვაგიზეთ მაგათმაც რა ქნა ბრძანება რო არა ეს წვეთი არ შეიძლება რამდენი არის წამლის ფური არ აქვს და ამ ბორჯომის ერთი წვეთი წყლითა ის შეიძლება შეგრძნება ქონდა ისეთი რომ ერთი ჭიქა წყალი რო დაერია გაიარა იმავად ყოფობასა. ხო. ამის საშუალება ღელეში მიდიოდა წყალი. ამის საშუალება ჩვენ არ აგვაქვს. რომ ერთი წვეთი წყალი დავლოთ. ყბიში ბორჯომის წყლის ბურღილი დაიკეტა 2010 წელს. რა თქმა უნდა არის კერძო კომპანიის საკუთრებაში და მას აქვს უფლება დაკეტოს თავის საკუთრება. მაგრამ მოხდა ისე რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის კაფეო ჩარევით და ძალისხმევით წელს გაიხსნება ბორჯომის ყბიში ბურღილის წყალი. თქვენ ალბათ შეამჩნევდით რომ უკვე სოფლის პროგრამით დავიწყეთ ვაკეთებთ ფილუვედს. ასე რომ უახლოეს კვირეებში, უახლოეს დღეებში ყბის მოსახლეობა და არა მარტო ყბის მოსახლეობა გამოიყენებს და ისარგებლებს ისევ მინერალური წყალს როგორც აქამდე იყო.